ქართული ოცნების მხარდამჭერების გასაგონად გეუბნებით, რომ თქვენ თუ თვლით, რომ მარტო კრიტიკით ვართ დაკავებული, შემიძლია გითხრათ კონკრეტულად რა შეუძლია ქართულ სახელმწიფოს გააკეთოს, აი ხვალ, რომ რაღაცა უკეთესობისკენ წავიდეს. პირველი, როცა ჭირდებათ ხო ძალიან სწრაფად იღებენ კანონებს. 3 დღეში მიიღეს კანონი მათზე გინების აკრძალვის, ხო? სწრაფად შეუძლია, ხვალვე შეუძლია ქართულ ოცნებას შეცვალოს კანონმდებლობა და გაამკაცროს საქართველოში ბინადრობის მიღების პროცედურები ისე, რომ 90% ვისაც ახლა მარტივად ეძლევა ეგ ბინადრობის უფლება, ხვალე აღარ მიეცეს. ხვალვე შეუძლია საქართველოში პრემიერ-მინისტრს გასცეს განკარგულება და დაავალოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსავე განცხადებით 20-დან 25,000-მდე კაცი გარტყმაში რო არ არიან, სად არიან და უკანონო მიგრანტების სტატუსით არიან საქართველოში, აი მაგ 25,000 კაცის საქართველოდან დეპორტაციის პროცედურები რო აქტიურად დაიწყოს შესაძლოა, რომელსაც არ ახორციელებს. მაგის განკარგულება ხვალვე შეუძლია გასცეს პრემიერს. თუ უფრო ფუნდამენტური რაღაცაზე გინდათ საუბარი, მოდი ეგრე ვიტყვით. ქართულმა ოცნებამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე რო ილაპარაკა, რომ უფასო კვება სკოლებშიო. თავიდან ჩვენ დავიწყეთ მაგის ლაპარაკი, მაგრამ როგორც ყველაფერი დანარჩენი ეგეც მოიპარეს და რა გადააკატავეს და შეერგოთ. აი, ოღონდ გაიკეთებიათ. მოდი აი უფასო კვება სკოლებში, რაც სოციალურ გარკვეულ ფენას წნეხს მოხსნის და მნიშვნელოვანია მათ შორის ამ დემოგრაფიის კუთხით, ხო? რატო არ გააკეთა?